მაშასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში 9 საათში ზუსტად ქართული ოცნება იმერეთში მაჟორიტარებს დაასახელებს. ახლა კი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება ეკა ბესელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თუმცა მანამდე მინდა ერთი ინფორმაცია წავიკითხო, რომელიც Facebook-ით მომაწოდეს. ეს პოსტი ეკუთვნის გოჩა მირცხულავას, GHN-ის ხელმძღვანელს და მან ასეთი რამ დაწერა, მაშინ როცა პაატა ბურჭულაძეს ვესაუბრებოდით, ეს კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, ეს არსად არ წერია, ჩვენ გასაგებად ავუხსენით პაატა ბურჭულაძის გუნდის წარმომადგენელს, რომელიც დაგვიკავშირდა, რომ კვლევა გქონდა GHN-ს, გქონდა მათი ოფისიდან და ეს კვლევა მათ უდევთ მაგიდაზე. მან ეს ირიბა დაადასტურა კიდეც და ასე შემდეგ. მოკლედ გოჩა მირცხულავა GHN-ი აცხადებს, რომ ეს კვლევა მათ მიაწოდეს პაატა ბურჭულაძის კულუარებიდან. ეკა ბესელიას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა ეკა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი დღევანდელი ამბით, რომელიც ხდება ქუთაისში. როგორ ფიქრობთ, ახალი სია, რომელიც დაიდება მაჟორიტარების, არის თუ არა აქ რაიმე ცდომილება? გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი მხეიძე, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი მიქელაძე, ასევე შაკო კიკნაველიძე, ყოფილი ფორუმელი. დაგვიდასტურებთ ამას თუ არა? მანა კობახიძემ თქვა, რომ პაატა კვიჟინაძეზე ეს ინფორმაცია იყო მართალი. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. და რამდენიმე წუთში პრემიერ-მინისტრი უკვე ჩვენი გუნდის ლიდერი წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატებს, გვარები სახელდება წინასწარ. არ მინდა რომ მაინც ჩემი მხრიდან მინდა დავიცავ ბოლომდე ეს ეთიკური სტანდარტი, რომ არ დავასწრო მოვლენებს და სულ რაღაც 9 საათში ოფიციალურად დადასტურდება ყველა ის კანდიდატი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ გუნდში, როგორც მაჟორიტარების კანდიდატები. ბევრი გვარი გაჟღერდა, უმეტესობა რეალობას შეესაბამება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგი იქნება თუ მაინც კონკრეტულად გვარების გარეშე ვისაუბრებთ და ამ განსაკუთრებულ კომპეტენციას დაუტოვებთ გუნდის ლიდერს. ქალბატონო ეკა, კობა ნარჩემაშვილთან დაკავშირებით ატყდა ამბავი, როგორც იყო მოსალოდნელი, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, რა ნიშნით შეარჩია ქართულმა ოცნებამ შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. როცა კობა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ მაშინ აქტიურობდით, ძალიან აქტიური იყავით, ადვოკატი ბრძანდებოდით და ადამიანის უფლებებს იცავდით, იმ ამბებს, რაც იქ ხდებოდა. რა სიტყვით ახლა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე არც შინაგან საქმეთა მინისტრები თავის დროზე, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ, როდესაც მე ვიყავი ადვოკატი და ადამიანის უფლებებს ვიცავდი, მაინც მეტნაკლებად ყველაზე ხერთნაირად ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო გამონაკლის შემთხვევები, სადაც ნაკლები იყო, ესე ვთქვათ, სისტემური პრობლემები და იყო მინისტრები, როდესაც სისტემურად ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევები. ნარჩომაშვილი ცოტა განსხვავებული შემთხვევაა, თქვენ იცით, რომ ის რამდენიმე თვე იყო სულ შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ არ ვცდები 4 თუ 5 თვე იყო და ის იყო, ესე ვთქვათ, ბოლო მინისტრი შევარდნაძის პერიოდში, როდესაც სააკაშვილის, ესე ვთქვათ, ვარდების რევოლუცია მოხდა და ის ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა მათ და გვახსოვს ის ცნობილი კადრები, მე აღარ შევეხები ხა ამას დეტალურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ახსოვს და ბევრისთვის შეიძლება პირიქით ძალიან პოზიტიური იყო ის ერთგულება და პრინციპულობა, რაც მან გამოიჩინა, შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი. მე პირადად არ მინდა ჩემი განწყობები მოგახვიოთ თავს, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. დიახ. კობა ნარჩემაშვილი, ის არ არის ქართული ოცნების წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ჩვენთან ერთად, ესე ვთქვათ, ერთიანი იქნება ალბათ ჩვენი კანდიდატები და ყოველ შემთხვევაში მათი რამდენიმე კანდიდატი იქნება ჩვენ საარჩევნო სიაში, მათ მიერ არის შემოთავაზებული ნარჩემაშვილის კანდიდატურა,
ძალიან ესე ვთქვათ დადებითი იყო წინასწარი ესე ვთქვათ კვლევები, რომელიც ჩატარდა მასთან დაკავშირებით და ყველა კანდიდატთან დაკავშირებით ტარდებოდა ესე ვთქვათ წინასწარ გარკვეული შესწავლა, ასე რომ მეტ დეტალიზებას აღარ გავაკეთებ. ინგა მე ვფიქრობ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორი და კიდევ შეიძლება სხვა არგუმენტებიც იყო საერთო შემაჯამებელი პოზიციის გამსაზღვრელი. ქაბატონო ეკა, კარგით, მაშინ დაველოდოთ პრემიერის გამოსვლას და მე თუ გნებავ დაასრულეთ, შემდეგი კითხვა უნდა დამესვა და მე მეგონა რომ დავასრულეთ ამაზე პასუხი. დანეთ. დაველოდოთ მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქვენი პარტიის თავმჯდომარის გამოსვლა ზუსტად 20 წუთში და ჩვენ უფრო დეტალურად გავიგებ ვინ რა ნიშნით შეარჩიეს. მე კი მინდა რომ თქვენ დაგისვათ ასეთი კითხვა. თქვენ ადრე განაცხადეთ რომ კი, მაგრამ დღესაც თუ შეგიძლიათ გითხრათ რომ თქვენ იქნებით ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. ვრცელდება დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესაძლოა გახდეთ სწორედ თქვენ სექტემბრის ბოლოს და სწორედ ამის გამო აღარ განიხილება თქვენი შეყვანა საარჩევნო სიაში. რა სიტყვით ამაზე? ინგა როგორ ვიყო შენი კითხვები? მეც მიყვარს როცა გისვათ კითხვებს თქვენ. გუწბალად გეტყვით რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არ გქონია ჩვენ საუბარი. ხოლო რაც შეეხება საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ამაზე გქონდა საუბარი. ასე რომ მე უფრო საარჩევნო ესე ვთქვათ გუნდში გამიხილები ახლა და მოდი ჩემთან დაკავშირებით მეტი აღარ ვისაუბროთ. ეს შემიძლია დავადასტურო, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს ვიქნები წარმოდგენილი ჩემ გუნდთან ერთად. კი ბატონო და არ ვისაუბროთო, მაგრამ ერთ რამეს დავაზუსტებ, ფოთში იქნებით ისევ მაჟორიტარი? არა. ფოთში არა. კარგით. მე გადავდივარ სხვა თემებზე. ქალბატონო ეკა, პირველი ნომერი ნარჩემაშვიდზე თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენიმე თვე იყო, იგი 2 წელი იყო ზუსტად შინაგან საქმეთა მინისტრი. რამდენადაც მე დავძაბე ჩემი მეხსიერება და ჟურნალისტური მეხსიერება, მე ესე გამახსენდა, მაგრამ ამაზე არ ვიდაოთ. მოგწონთ თქვენ ის რებრენდინგი, ის ახალი სახეები, ის განახლებული გუნდი, რითიც 2016-ზე გადის არჩევნებზე თქვენი გუნდი. ჩვენ გვაქვს, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოდელი შემოთავაზებული ამ საარჩევნო კამპანიისთვის. ეს არის გამოცდილებასთან ერთად სიახლე. ახალი სახეები პოლიტიკაში შესაძლოა პოლიტიკისთვის იყოს ის ადამიანები ნაწილი ახალი, თუმცა ცალკეულ სფეროებში და მიმართულებებში ვთქვათ საჯარო აქტიურობის კუთხით ბევრ მათგანს იცნობდეს საზოგადოება და მე მგონი იმ პირველი 15 კანდიდატი, რომელიც არ არის გითობის მიხედვით, არამედ სიახლის თვალსაზრისით, როგორც საპარლამენტო მომავალი გუნდის კანდიდატები იყო წარმოდგენილი ჩვენს მიერ. მათ დიდ ნაწილს საზოგადოება დარწმუნებული ვარ იცნობს, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები, ვინც არიან დღესაც მინისტრის მოადგილეები, იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ასე შემდეგ. მე ინგა ძალიან კარგად მესმის, რომ იდეალური გუნდი და იდეალური შემადგენლობა არ არსებობს და როგორი ესე ვთქვათ, არჩევანიც არ უნდა გააკეთოს მმართველმა პარტიამ დღეს. ყოველთვის გამოჩნდებიან კრიტიკოსები და ყოველთვის გამოჩნდებიან მომხრეები, მაგრამ რომელი უფრო მეტია? ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებოდით ამ დღეების განმავლობაში შეფასებებს, უფრო მეტი იყო პოზიტიური შეფასებები მთლიანობაში. მე არ ვამბობ ახლა ცალკეულ შემთხვევებს. მთლიანობაში იმ 15 პირველი ადამიანის მიმართ, რომელიც გუნდმა დაასახელა, რომ იქნებიან ასევე საპარლამენტო სიის შემადგენლობაში, იქნებიან მათ შორის ძველი შემადგენლობიდან, ანუ არსებული პარლამენტიდან ადამიანები, ეს იქნება ერთგვარი სინთეზი, რომ გამოცდილებასთან ერთად იყოს სიახლეც და განახლდეს პარლამენტი და იყოს სხვა ტიპის პარლამენტი, უფრო პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. უმეტესად იყო მაინც პოზიტიური შეფასებები, როცა ვაკვირდებოდით ექსპერტების, თქვა სხვადასხვა ჯგუფების, პოლიტიკოსების და ასე შემდეგ შეფასებებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ არის იდეალური და არავის არ აქვს ესეთი ასე ვთქვათ, ამბიცია, რომ არ გამოჩნდება არავინ, ვინც მას გააკრიტიკებს. ბატონო ეკა, მოდით მე დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება თქვენი ნება.
ძალიან ჩვეულებრივი პროცესია. კი ბატონო, მოდით მე დავაკონკრეტებ. მე მაგალითად როგორც ამომრჩეველი მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი თაობა საჭიროა პოლიტიკაში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, რომ პროგრესული თაობა და ახალი სისხლი ჭირდება ქვეყნის განვითარებას. მაგრამ თქვენივე მხარდამჭერები, ძველი მეოცნებები, აქტიური მხარდამჭერები დარჩნენ ძალიან უკმაყოფილოები. ისინი ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა წარმოადგინა გუნდი, ახალი სახეები და ამ ახალი სახეებისგან არც კი გაუვლიაო არც ერთს ქართული ოცნების ოფისთან, როცა იყო არჩევნების წინა პერიოდი. როცაო ჩვენ ვებრძოდით წინა ხელისუფლებას, არ მდგარან მიტინგებზე, არ უბრძოლიათ. ეს ძალიან ბევრ მხარდამჭერს ხომ არ გაკარგინებთ, როგორ ფიქრობთ? ეს მოსაზრებაც მოვისმინე და ეს განწყობაც მესმის, ამიტომ ესე ერთი ხელის მოსმით ვერ გავაკეთებდი, ესე ვთქვათ, უგულებელ ყოფას, რომ რატო არის ესეთი მოსაზრება. მესმის, რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, გულისკივილი არის ჩვენს მომხრეებში, რომ ბევრი მათგანის მიმართ სათანადო ყურადღება ვერ იყო გამოჩენილი და ეს აწუხებს ბევრ ჩვენგანს და ამიტომ მესმის, რომ შეიძლება დღეს ამ გადასახედიდან ბევრ რაღაცას ასაც უყურებ, შეიძლება და უკეთესად გაკეთება, მაგრამ არის ამის შესაძლებლობა შემდეგ ეტაპზეც და მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს დიდი რესურსი, რომელიც ჭირდება ამ შემდგომ 4 წელიწადს სხვადასხვა პოზიციაზე და ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი ვინმე შეიცვლება, ჩვენივე, ესე ვთქვათ, იმ მებრძოლი ადამიანების წიაღიდან ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გადაინაცვლოს უფრო მოწინავე პოზიციებზე, ეს პოლიტიკა და სტრატეგია გქონდეს. მე პირადად ამას ვემხრობი. პრემიერ-მინისტრს როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს ეს ხედვა და მე ვფიქრობ ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვლება ჩვენს მმართველ გუნდში, მაგრამ როდესაც საუბრობთ ახალ სახეებზე, ანუ გარკვეული სიახლე, რომელიც ყოველთვის ჭირდება ალბათ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, როდესაც 4 წლის შემდეგ უკვე ახალ ეტაპზე გადადის, შესაძლოა გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მართლაც ახალი პოლიტიკაში, თუმცა ვერ ვიტყოდი ინგა, რომ არც ერთ მათგანს ეხა არ გაუვლია ქართულ ოცნებასთან და არ უბრძოლია იქ არის ადამიანები, რომლებიც შეფასებებია ეკა. მაგალითად თამარ ჩუგოშვილზე მაინტერესებს მე თქვენი აზრი. თქვენ იყავით ძალიან აქტიური ადამიანი წლების განმავლობაში, ვიდრე გახდებოდით პარლამენტარი და პირდაპირ შეხება გაქვთ იმ თემასთან, რაზეც ეხა მე უნდა დაგისვათ კითხვა. 26 მაისი თამარ ჩუგოშვილის მიმართ მაგალითად, რომელიც პირველი დაასახელა ახალ სახეებში გიორგი კვირიკაშვილმა, თავარი პრეტენზია წამოვიდა სწორედ 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. თქვენ რა სიტყვით? როგორ იხსენებთ მის მაშინდელ შეფასებებს, მის მაშინდელ განცხადებებს და როგორ გრძნობთ თავს მის გვერდით გუნდში? 26 მაისს რა დამავიწყებს ინგა, ძალიან კარგად მახსოვს და მახსოვს ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც უკავშირდებოდა იმ საზარელ დარბევას. და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც თამარი იყო თავად ეთერში, იმ დღეს, როდესაც პრეზენტაცია იყო და ეს კითხვები დაისვა მასთან, მან უპასუხა ამ კითხვებს ძალიან ღიად და გულწრფელად. და მე ვფიქრობ, რომ მან თავად, როდესაც მის მიმართ არის ეს კითხვები, ახსნა პოზიცია, რომელიც მაშინ გააჩნდა ორგანიზაციას, რომელსაც ის წარმოადგენდა. იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც თქვენ შეიძლება არ მკითხოთ, ან მკითხოთ, არ ვიცი, მაგრამ მე თავად შემეძლია ამაზე ვისაუბრო, როდესაც პოლიტპატიმრების საკითხი მუშაობდით პოლიტპატიმრების თაობაზე, იმიტომ რომ ამასთანაც პირდაპირ მასში ხართ თქვენ. კი, ეს თემა მე არ გაურბივარ ამ თემასთან, რა თქმა უნდა, მაშინაც ჩემ პოზიციას საჯაროდ გამოვხატე, არ დავეთანხმე მე იმ კრიტიკას, რომელიც ჰქონდა მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. შეიძლება მე მესმის, ახლა შეიძლება მათ გაუჩნდათ რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, კითხვა თუ გარკვეული რაღაცა პოზიცია, განსხვავებული პოზიცია გამოჩნდა პროცესში, როდესაც იქ შიგნით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შორის მიმდინარეობდა დებატები, მაგრამ ის საჯარო განცხადებები, რომელიც მაშინ გაკეთდა, მიმაჩნდა, რომ არ იყო სწორი. მე მაშინ ძალიან ღიად და ძალიან
ცხადად თქვი, რომ არ ვეთანხმებოდი იმ კრიტიკულ პოზიციებს და აღარ მინდა გავიმეორო, რაც მაშინ თქვი საჯარო, მე არ შემიცვლი ეს პოზიცია, მაგრამ მოგვიანებით ეს ყველაფერი გამოსწორდა იმით, რომ შემდეგ თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემაჯამებელ სხდომაზე მოვიდა, მაშინ ეკა ფოფხაძე წარმოადგენდა ასოციაციას და იმ საბოლოო შემაჯამებელ სხდომაზე მათ დაიცვეს სწორედ ის პოზიცია და ის საქმეები წარმოადგინეს, სადაც შესწავლილი ჰქონდათ და აცხადებდნენ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად პოლიტიკური ნიჭით იყვნენ დაპატიმრებული. თამარ თუმგოშვილთან დაკავშირებით, როცა შეიტყეთ, რომ იგი უნდა დაესახელებინათ ახალ სახედ ქართულ ოცნებას. მე იქამდე შევხვდი თამარს და იქამდე გქონდა ჩვენ ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მე ეს საკითხები გავიარე, ბუნებრივია ეს კითხვებიც დავსვი და მოგვიანებით, როდესაც იყო შემაჯამებელი სხდომა, როგორც გითხარით, ეს საკითხი მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ისე როგორც უნდა მომხდარიყო, ისე გადაწყდა და მათ ბოლოს სწორი პოზიცია დაიკავეს. ამიტომ მე ეს კითხვები რაც ქონდა, ბუნებრივია ინგა დავსვი მასთან მაშინვე და საჯაროთაც გამოვხატე მაშინ ჩემი პოზიცია. ამ საკითხში მე ესე ვთქვათ, ამოვწურე ის საკითხები, რომელიც მაშინ მქონდა და რომელიც საჯაროთაც გამოცხადე არ დამიმალა. აი ეხა ქუთაისიდან უკვე სიგნალი გვაქვს ჩვენ პირდაპირ ეთერში უყურებს მაყურებელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მივიდა ბალახვანზე, სადაც მან უნდა წარადგინოს ქართული ოცნების მაჟორიტარები და მე მინდა ეკა ბოლო კითხვა დაგისვა და უკვე ალბათ დაიწყება ეს ღონისძიება. დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ 2 დღის წინ ჩვენ სტუდიაში განაცხადა, რომ ოცნება ვერ აიღებს უმრავლესობას და მას ყველა შემთხვევაში დაჭირდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. რა სიტყვით თქვენ? ესაა ჩემი ბოლო კითხვა და ერთად მოусმენთ კვირიკაშვილს. კი ბატონო, მე არ დავეთანხმებოდი ამ პროგნოზში დავით უსუფაშვილს და მე მგონია, რომ ამ პროგნოზის საპირისპირო არგუმენტები მასაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ რომ უმრავლესობის ხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ამომრჩევლებისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ მართველი პოლიტიკური პარტია ამ დობის მანდატს მოსახლეობისგან მიიღებს და მართალი გითხრათ, არ მომწონს კულუარული საუბრების საჯაროდ გამოტანა და როცა საუბრობს რა ტიპის შეთავაზებები იყო და რა იყო, მართალი გითხრათ, მაინც მომხრე არა ვარ ხოლმე ესეთ საუბრების საჯაროდ დისკუსიის ფორმატში გადატანის, ხოლო მის პროგნოზს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ მან თავადაც დარწმუნებულია, რომ თავადაც ფიქრობს, რომ ნამდვილად საპირისპირო რამ იქნება სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ უსუფაშვილმა კულუარული ამბები გამოიტანა გარეთ? მე მგონი, რომ არ იყო ამ თემებზე საუბრის აუცილებლობა. კარგით, ეკა წარმატება მინდა გისურვოთ, მოდით ერთად გადავინაცვლოთ უკვე ეკრანებთან, რას განაცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ის ამბობს, რომ სიაში იქნება, მაგრამ ის ამბობს, რომ არ იქნება მაჟორიტარად, ყოველ შემთხვევაში მას არ დაუდასტურებია ეს და უფრო სწორედ მან თქვა ისიც, რომ ფოთში იგი აღარ აპირებს იყაროს კენჭი მაჟორიტარად. თქვენ ახლა უკვე კაცში ხედავდით, როგორ მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბალახვანზე. ქუთაისში უნდა მოხდეს იმერეთის ლიდერების წარდგენა მაჟორიტარების. იგი შეხვდა კახი კალაძეს, ასევე გივი ჭიჭინაძეს, რომელიც არის იმერეთის გუბერნატორი, პოპულარული მომღერალი.